საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები გაიმართა. პროცესი მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლაში ერთობლივად მიმდინარეობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 3000-მა მშობელმა და 700-მა პედაგოგმა მიიღო. საბჭო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. შემადგენლობაში კი შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით. ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წარმომადგენელი. საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. არჩევნები წინასწარ გაწერილი კანონმდებლობის შესაბამისი გრაფიკით გაიხსნა. საარჩევნო კომისიამ პირველ რიგში გადაანაწილა ფუნქციები წევრებს შორის და მას შემდეგ მინდა გითხრათ, რომ როგორც კოორდინატორი დავდიოდი და შევედი არაერთ საჯარო სკოლაში, კერძოდ 12 საჯარო სკოლაში შევედი 25-დან და ყველგან იყო ძალიან მშვიდი, ძალიან საქმიანი გარემო, მაღალი იყო მშობლების აქტიურობა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის პირადად და ზოგადად საჭირო და სასარგებლოა სასკოლო ცხოვრებისათვის, როცა მშობელი ასე ჩართულია პროცესებში და ასევე ძალიან მაღალი იყო მასწავლებელთა აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს რა მნიშვნელობა აქვს სამეურვეო საბჭოს სკოლის ცხოვრებაში, რადგან არის ძალიან ბევრი საკითხი, რომლის გადაჭრაში, რომლის მიღებაში სამეურვეო საბჭოს აქვს ძალიან სერიოზული ფუნქცია და ამავე დროს მუდმივი მხარდამჭერი უნდა იყოს ყველა იმ სასიკეთო ქმედებისა, ყველა იმ პროექტისა, რაც კი სკოლაში მოსწავლეთა სწავლების ხარისხის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ასევე ყველა იმ ფუნქციას უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის შესატყვისად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასკოლო საზოგადოება არ ნიშნავს რომელიმე ცალკემყოფი ჯგუფის დაინტერესებას სკოლის ცხოვრებით, ის ნიშნავს სკოლის ყველა რგოლის, მასწავლებლის, მშობლის, მოსწავლის, სკოლის დირექციის ერთობლივ თანამშრომლობას სასიკეთოდ ჩვენი ახალგაზრდების.